Თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო ოპერაცია დასრულებულია, ნაპოვნია ბორცვზე მყოფი 20-ვე პირის ცხედარი. Ამ დროისთვის გრძელდება საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში კონკრეტული სამუშაოები. იმყოფებიან ქართველი და თურქი სპეციალისტები ადგილზე. თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების C-130 ტიპის თვითმფრინავის სამშაბათს განჯიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, რა დროსაც საქართველოს აზერბაიჯანის საზღვრიდან 5 კილომეტრში ჩამოვარდა. ოფიციალური ვერსია რამ გამოიწვია კატასტროფა ჯერ არ დასახელებულა, თუმცა მედია სხვადასხვა ვერსიაზე წერს. მათ შორის სახელდება ტვირთის არასწორი გადანაწილება და ბორტის კოროზია. ბორტის 20-ვე ეკიპაჟის წევრის ცხედარი ნანახია, გუშინ 19 ცხედარი გადასვენებული იქნა პროექტურაში და ახლობით ნახევარი საათის წინ ნანახი იქნა მე-20 ცხედარი, სადაც ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. მინდა გითხრათ, რომ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ყველა ტექნიკური საშუალება და თვითმფრინავის ფრაგმენტები ნანახია და მიმდინარეობს ექსპერტიზა. საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო 1000-ზე მეტი ადამიანი ქართული მხრიდან, ასევე თურქული მხარის წარმომადგენლები. მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანაყოფებს გადაუხადო მადლობა, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს და ასევე თურქულ მხარებს, რომლებიც ახლაც აქტიურად არიან სამაშველო და საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული. ნანახია შავი ყუთი არის ერთი. ყველა ტექნიკური საშუალება ნანახია და მიმდინარეობს ექსპერტიზა. ამ ეტაპზე დავშევიკავებ და შედეგებს დაველოდოთ. ძალიან დიდი მადლობა გამოვხატო თურქეთის შეიარაღებული ძალების მიმართ და ასევე თურქი ხალხის მიმართ. ჩვენ პირველივე წუთებიდანვე ქონდა თურქულ მხარესთან კოორდინაცია. პრაქტიკულად ყველა დიდი ნაწილი თვითმფრინავის არის ნაპოვნი, ასევე ნაპოვნია ყველა ცხედარი და შესაბამისად ამ ეტაპისთვის ჩვენ ვარ დაკონცენტრირებული ისეთი ნაწილების მოძებნაზე, რომელიც უფრო პატარა ზომის არის. პროცედურები, რომელიც გამოძიებასთან არის დაკავშირებული, კვლავაც გაგრძელდება. არის კონკრეტული მოქმედებები, რომელიც ჩასატარებელია. რამდენადაც თქვენთვის ცნობილია და საზოგადოებისთვის ცნობილია, აქ იმყოფებიან თურქეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლები, რომლებსაც კომპეტენციასაც წარმოადგენს ასეთი საკითხების გამოძიება. კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს ახლაც ვაგრძელებთ და შემდგომში შეიკრიბება ერთობლიობა გარემოებების, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ დასკვნები გავაკეთოთ. ჩვენი C-130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი, რომელშიც 20 სამხედრო იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის წევრები, აზერბაიჯანიდან აფრინდა, რათა ჩვენი F-16-ების ტექნიკური მომსახურე ეკიპაჟი ჩვენს ქვეყანაში ჩამოეყვანა. აზერბაიჯანის გამარჯვების დღის აღნიშვნის შემდეგ 11 ნოემბერს აზერბაიჯანს საქართველოს საზღვარზე ჩამოვარდა. ამ ტრაგიკულ ინციდენტს ჩვენი 20 გმირი თანამებრძოლი შეეწირა. ინციდენტის მიზეზი გამოძიების შემდეგ გაირკვევა.